საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით 1-დან 3 სექტემბრამდე შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს ეწევა. კონტროლის პალატის წარმომადგენელთა ცნობით ვიზიტის მიზანი უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მენეჯმენტის თანამედროვე გამოცდილების გაზიარება. შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისში გაიმართება პრეზენტაციები თემაზე უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მენეჯმენტი და მას გენერალური აუდიტორი ჟან ლანდალი და თანამდებობის სხვა პირები წარმოადგენენ. ღონისძიება კონტროლის პალატასა და შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს კონტროლის პალატის დახმარებას, განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის შესაბამისი საქმიანობა და შეასრულოს ეფექტიანი როლი საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავისუფალი უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღეს და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ. საკონკურსო ქულების მიხედვით 10 საუკეთესო აბიტურიენტიდან 8 სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში განაგრძობს. საქართველოში საუკეთესო შედეგი ნინო მამადეიშვილს აქვს. თავისუფალმა უნივერსიტეტმა მას სასწავლო გრანტი გადასცა. დიმიტრი შაშკინმა კი 3 გამორჩეული სტუდენტი პერსონალური კომპიუტერი დააჯილდოვა. სტუდენტებთან შეხვედრას თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. მე ვარ მოხარული დღეს, რომ აქ შესაძლებლობა რომ დავაჯილდო რამდენიმე ბავშვი კომპიუტერებით და უსურვო მათ წარმატებას სწავლებაში, რადგან მხოლოდ სწავლით საქართველოში მოდის წარმატება. ჩვენთან არიან ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტები, საშუალო ქულა არის ყველაზე მაღალი საქართველოში და ცალკეული ფაკულტეტები და სკოლები ასევე არიან საუკეთესო ათეულში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ფაკულტეტების. გარდა ამისა, ყველაზე საუკეთესო ქულებიანი სტუდენტი, ვინც ყველაზე მაღალი ქულა მიიღო ეროვნულ გამოცდებში ჩვენთან სწავლობს. მინდა ყველა იმ სტუდენტს მიულოცო, უკვე სტუდენტს ახალი სასწავლო წლის დაწყება ესეთ კარგ უნივერსიტეტში მოხვედრა. ეს ჩვეულების სამებრესია, მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ის კერძო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ნამდვილად ძალიან პრესტიჟულია ჩვენი აბიტურიენტებისთვის. პირველ რიგში ის არის საამაყო, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი და პირველი რო არის ორმაგად საამაყოა და თან გრანტიც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდა. კომპანია Georgian Water and Power-ის წარმომადგენელთა ცნობით საბურთალოს რაიონში იყალთოს მთაზე მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით 11-დან 19 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდა ვაკე საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩასა და დაწესებულებას. იყალთოს მთას, ლიხაურის, დოლიძის, ბალანჩევაძის, სიმონ ჩიქოვანის, ჩაილურისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, პეკინის გამზირის დასაწყის, კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედნიდან სააკაძის მოედნამდე და აკადემ ქალაქს, ჭავჭავაძის გამზირს, ბაზალეთის ქუჩამდე, ფალიაშვილის ქუჩას, კონსტანტინე გამსახურდიას სკვერამდე, ერისთავის, ბარნოვის, ბაზალეთის, ქობულეთის, შროშის, შატბერაშვილის, კეკელიძის, მცხეთის, ტიბაანის, ცხედაძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. გარდა ამისა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 და 2 კორპუსებს და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს Georgian Water and Power-ის საავარიო ბრიგადები დილიდან შეუდგნენ. შეგახსენებთ, წყლის მიწოდება 19 საათზე აღდგება. ყირგიზეთში რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 19 წლისთავი აღინიშნა. აპრილში პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის გადაყენების შემდეგ ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა. შედარებით გვიან კი მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუცია მიიღო. როზა ოტუნბაევა კი ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული. ყირგიზეთში რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 19 წლისთავი აღინიშნა. ამ დღეს ყირგიზეთი პირველად ისტორიაში საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკით ხდება, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა უდგას. თუმცა ამ პერიოდამდე ყირგიზეთმა დიდი კრიზისი გამოიარა. აპრილში პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის გადაყენების შემდეგ ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა. უფრო გვიან მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუცია მიიღო. როზა ოტუნბაევა კი ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული. უფრო რთული პერიოდი ყირგიზეთს მაისში დაუდგა, როდესაც ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურ დაპირისპირებას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 400,000 უზბეკი იძულებული გახდა ყირგიზეთი დაეტოვებინა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დღეს ყველა დასახლებულ პუნქტში საზეიმო ღონისძიებები ტარდება. ბიშკეკისთვის სპეციალური პროგრამა მომზადდა. პრესამსახურის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩებისა და მთავარი მოედნის გასალამაზებლად $22,000 იქნა გამოყოფილი. ქვეყნის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა, რომელიც პრეზიდენტის რანგში ამ დღეს პირველად შეხვდა, საზეიმო ღონისძიებებზე სიტყვით გამოვიდა.
დღეს, როდესაც ჩვენი შვილების მემორიალი, რომლებიც აპრილის მოვლენებს შეეწირნენ ყვავილებით, შევამკეთ, მე უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქვეყნის წინაშე. არც ერთი ადამიანი გმირად არ იბადება. არამედ მოცემულ მომენტში შეუძლია თავისი გმირობა გამოავლინოს. ჩვენი მამაცი მოქალაქეები ყირგიზი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და სიკვდილის ფასად გმირები გახდნენ. როზა ოტუნბაევას დამოუკიდებლობის დღე ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ყაზახეთის პრეზიდენტებმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა მიულოცეს. დაღესტანში ქალაქ ხასავიურში სპეცოპერაციის შედეგად 2 ბოევიკის ლიკვიდაცია განხორციელდა, რომლებიც მილიციელებზე თავდასხმაში იყვნენ ეჭვმიტანილები. ბოევიკები ერთ-ერთ კერძო სახლში იყვნენ ბლოკირებულები, მათი იარაღის დაყრა უბრძანეს, თუმცა საპასუხოდ ბოევიკებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად კი 2-ვე ბოევიკი გარდაიცვალა. მათი ვინაობა დადგენილია, ისინი ერთ-ერთი დაჯგუფების წევრები იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერაყში ჩავიდა. მან მონაწილეობა უნდა მიიღოს ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საომარი მოქმედებების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალში. ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის 2008 წლის შეთანხმებით ამერიკულ სამხედრო ნაწილებს ერაყი 2010 წლის 31 აგვისტომდე უნდა დაეტოვებინათ, რაც ვაშინგტონმა შეასრულა. ერაყში ამ დროისთვის 50,000-იანი კონტინგენტი რჩება და ისინი მხოლოდ ადგილობრივ ძალების წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, ნაწილმა ერაყი 2012 წლამდე უნდა ეს ერაყში ჯო ბაიდენის რიგით მე-6 ვიზიტია. მექსიკის ფედერალურმა პოლიციამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი ედგარ ვალდესი დააკავა, რომელიც ცნობილი ნარკოკარტელ ბელტრან ლეივას ერთ-ერთი ხელმძღვანელია. მასზე ძებნა საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას მისი ადგილსამყოფელის ცნობის სანაცვლოდ ჯილდოდ $2 მილიონი ჰქონდა დაწესებული. მექსიკის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი ედგარ ვალდესი მეტსახელად ბარბი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება მექსიკის პროკურატურამ გაავრცელა. 37 წლის ვალდესი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, მექსიკის ხელისუფლების მიერ უკვე დიდი ხანია იწებნება. ამერიკის ხელისუფლებას მისი ადგილსამყოფელის ცნობის სანაცვლოდ ჯილდოდ $2 მილიონი ჰქონდა დაწესებული. ვალდესის სახელი მექსიკის ერთ-ერთ მსხვილ ნარკოკარტელ ბელტრან ლეივესთანაა დაკავშირებული. მას სხვა დანაშაულთან ერთად 2004-2006 წლებში ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 1 ტონა კოკაინის კონტრაბანდა შეედება ბრალი. დამნაშავე ფედერალური პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად იქნა დაკავებული. ვალდესი უმსხვილესი ნარკოკარტელის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და მას ბრალი არაერთ დანაშაულს შეედება, რომლებიც მან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ჩაიდინა. ის ამერიკაში ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა, რის გამოც ის ამერიკაშიც იძებნებოდა. მისი დაკავება ორგანიზებული დანაშაულების სამყაროსთვის დიდი დარტყმა იქნება. მექსიკის ხელისუფლებამ ნარკომაფიის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა გამოაცხადა, მიუხედავად ამისა, მათ თავდასხმები გაახშირეს. გავრცელებული ინფორმაციით 2006 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში ნარკოკარტელების მსხვერპლი 25,000 ადამიანი გახდა. დაკავებული ნარკობარონი შესაძლოა ამერიკაში იქნას ექსტრადირებული, სადაც მას ბრალი კოკაინის კონტრაბანდა შეედება. ექსპერტების ცნობებით მექსიკიდან ამერიკაში, ევროპასა და აზიაში ყოველწლიურად $40 მილიარდი ღირებულების ნარკოტიკი გადააქვთ. პოლონეთში ქალაქ დინიაში დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანება სოლიდარობის დაარსებიდან 30 წლის თავი აღინიშნა. სტუმრებს შორის ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელებიც იყვნენ. მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ყოფილი პრეზიდენტის ძმა იაროსლავ კაჩინსკი და სეიმის წევრები. პოლონეთში დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანების სოლიდარობის დაარსებიდან 30 წლის თავი აღნიშნეს. 30 წლის წინ ამდენიმე დღიანი გაფიცვების შემდეგ, რომელმაც პრაქტიკულად მთელი ქვეყანა მოიცვა, მუშებმა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი პროფკავშირების ორგანიზაციის შექმნის უფლება მიიღეს. 1990 წელს კი საყოველთაო არჩევნების შედეგად სოლიდარობის ხელმძღვანელი ლეხ ვალენსა პრეზიდენტად იქნა არჩეული. ქალაქ გდინიაში დაახლოებით 2500 ადამიანი სპორტ კომპლექსში შეიკრიბა. სტუმრებს შორის ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელებიც იყვნენ. მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი კომოროვსკი, პრემიერ-მინისტრი ტუსკი, ყოფილი პრეზიდენტის ძმა იაროსლავ კაჩინსკი და სეიმის წევრები. კომოროვსკიმ აღნიშნა, რომ სოლიდარობა ადრე 10 მილიონ ადამიანს აერთიანებდა და მის წევრებს მოუწოდა, რომ არსებული უთანხმოებები დაივიწყონ და ერთობლივად იმუშაონ. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის სიტყვები გაიმეორა და განაცხადა, რომ პროფკავშირების წევრების უენთუზიაზმობით იმედგაცრუებულია. გადაემართა სოლიდარობის 9 მილიონ წევრს. დღეს მათ სოლიდარობას მე ვერ ვხედავ, რაც ძალიან საწყენია. სეიმის სპიკერის თქმით კი სოლიდარობიდან მხოლოდ სახელი დარჩა. საღამოზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ძმა, პარტია უფლება და სამართლიანობის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი. თავად ლეხ ვალენსამ პროფკავშირების იუბილეზე დასწრებაზე უარი განაცხადა. მან მიზეზად დაღლილობა დაასახელა, თუმცა ანალიტიკოსები მის აქციას სხვანაირად ხსნიან.
2006 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა სოლიდარობის ხელმძღვანელობა პოლიტიზაციასა და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მისი რიგებიდან გავიდა. იუბილეზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მისალოცი წერილებიც წაიკითხეს.